მოლდოვის მოსახლეობა რთული ზამთრის მოლოდინშია. წინა საახალწლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ 1 იანვრიდან რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტი გაზპრომი აპირებს ბუნებრივი აირი შეუჩეროს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, მოლდოვას. მიზეზად დასახელდა დაგროვილი ვალი, რომელიც 709 მილიონ დოლარად შეაფასა მოსკოვმა. მოლდოვის პოლიტიკური სპექტრი ამ გადაწყვეტილებას დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. რთული ზამთრის მოლოდინშია მოსახლეობაც. რთული სიტუაცია, იმიტომ რომ დღესასწაულია წინ. მოსახლეობა სახლში და სრული მსატყოფნის პროცესია. ამ დროისთვის საშობაო განათება ანთებულია, თუმცა ელექტროენერგია და გათბობა ყველაზე მნიშვნელოვანია. გვეშინია, მაგრამ გვიხარია, რომ თოვლი არ არის და არც ისეთი დაბალი ტემპერატურაა. გათბობა შეიძლება მხოლოდ საღამოს დაგვჭირდეს, თუ ოფისში ვიმუშავებთ. ჩვენ გქონდა ამაზე უარესი კრიზისები და როგორმე გადავლახავთ ამასაც. ბრიტანული და ნორვეგიული აუდიტორული ფირმების მონაცემებით, მოლდოვის ვალი შეადგენს მხოლოდ 8,6 მილიონ დოლარს. გაზის შეწყვეტა გავლენას მოახდენს ელექტროსადგურების მუშაობაზეც, მათ შორის ქვეყნის უდიდეს სადგურზე, რომელიც სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარეობს. ეს ელექტროსადგური მოლდოვის მნიშვნელოვან ნაწილს ამარაგებს ელექტროენერგიით. არსებობს რისკი, რომ დნესტრისპირეთის მაცხოვრებლები წავიდნენ კიშინიოვში, ან მოლდოვის უფრო სხვა ოლქებში, ან ქალაქებში. ისევე როგორც მაშინ, როცა ომი დაიწყო უკრაინაში. ჩვენ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ კრიზისს, მაგრამ რაც შეეხება ელექტროენერგიასა და გაზს, ეს პირველი შემთხვევაა. გრძნობ, რომ შევდივართ კრიზისში, რომლის მოგვარებაც ამ მომენტში ძალიან რთული იქნება და გამოსავალს ვერ ვხედავ და ეს მაწუხებს. გაძვირება ერთია, მაგრამ როცა გაზი საერთოდ არ არის, სულ სხვაა. არც გათბობა იქნება, არც ელექტროენერგია, ამიტომ ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ. მოლდოვას ენერგოპრობლემები რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროსაც მიაყენა. ომამდე ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული მოსკოვზე და მას შემდეგ მოლდოვის ხელისუფლება ენერგეტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, კიშინოვი ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდება.